მთავარი პრეტენდენტი წინა საარჩევნო კამპანიას იწყებს. ზაალ უდუმაშვილი დღეს ოფიციალურად წარადგინა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ. თავის პირველივე გამოსვლაში ცნობილი ტელეწამყვანი ამბობს, მე შევძლებ და თბილისის მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. პოლიტიკურ კონკურენტად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მმართველი პარტიის კანდიდატს ასახელებს. ზაალ უდუმაშვილთან ერთად წინა საარჩევნო კამპანიაში ერთვება ნიკა მელიაც, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გამო პარლამენტარის მანდატსაც იკავებს. მთავარი ოპოზიციური კანდიდატები დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან განაცხადს აკეთებენ. წინა საარჩევნო კამპანია ღიაა და ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია შეუერთდეს მას და თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დაასახელოს. ჩვენი ჟურნალისტი ეკო მაღრაძე მუშაობდა დღეს თემაზე. ეკო, რა წინა საარჩევნო დაპირებებით იწყებს ზაალ უდუმაშვილი საკუთარ კამპანიას? ზაალ უდუმაშვილი თანამოქალაქეებს ინტენსიურ კომუნიკაციას პირდება და ამ კომუნიკაციის შედეგად შეეცდება, რომ კონკრეტული ინფორმაცია მიიღოს მოქალაქეებისგან. თბილისში არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ კი მერობის კანდიდატისთვის უკვე ცნობილია. გამარჯვების შემთხვევაში ზალიკო უდუმაშვილი პირობას დებს, რომ ის ამ პრობლემების მოგვარებას შეძლებს. საზოგადოებას დღეს სხვა ადგილიდან და სხვა სტატუსით მიმართა. მეტეხის ეკლესიის ეზოში მისულ მხარდამჭერებს და ტელემაყურებლებს ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება გააცნო. ის დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლაში ერთვება. მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით თქვენ სახლებში. მისმენდით და იგებდით რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო, მოვისმინოთ თქვენი აზრი. მოვისმინოთ თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში. ყველგან სადაც ხარ, ყველგან სადაც თბილისია. მოვიდა დრო, მოვიდეთ თქვენთან და მოგისმინოთ. რათა გავიგო რა გიჭირთ, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად. გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი ასე წარუდგინა საზოგადოებას ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი კანდიდატურა. ის ამომრჩეველს ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში დაგროვებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ. იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული როგორც დღეს. იმიტომ რომ არასდროს ასეთი უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების ნება როგორც დღეს. იმიტომ რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოთ როგორც დღეს. დღეს მეც როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები ვარ გაბრაზებული. და ამიტომაც ჩემი წარდგენი პირველ რიგში თქვენ გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, იმიტომ რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი. ჩვენ საერთო სახლს, ჩვენს დედაქალაქს, ჩვენს თბილისს დღეს ჰაერივით ჭირდება ცვლილებები. მოტივირებული, საქმიანი და წესიერი ადამიანები მართვაში და მე როგორც ამ ქალაქის შვილს მაქვს მიზანი და мотиваცია. თბილისელების ცხოვრება გავხადო ღირსეული, როგორცაც ისინი იმსახურებენ. მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს კონკრეტული პრიორიტეტებიც გააცნო. გამარჯვების შემთხვევაში ზაალ უდუმაშვილი თბილისის პრობლემების მოგვარებაში დარწმუნებულია. მე შევძლებ დავამარცხო კორუფცია და ნეპოტიზმი ქალაქის მმართველობაში. არც ერთი მექთამე და ნათესავი აღარ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. დასრულდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე. კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის ფიცებზე. ასევე არ დაუშვებ პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ყველა დანიშნვა და დაწინაურება მხოლოდ კომპეტენციის ნიშნით. მე შევძლებ მახინჯი ნაგებობების შემოტევა მოვიგერიო და დავიცვა ისტორიული ქალაქი. დავამარცხებ ურბანულ ბრაკონიერებას და სივრცით მომხოჭველობას.
მე შევძლებ საცხოვრების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო და ამისთვის უნდა ავაშენოთ ახალი ხარისხიანი გზები, ხიდები და ესტაკადები. ხისიერად აღვადგინოთ შემოვლითი გზის მშენებლობის და რკინიგზის გადატანის შეჩერებული პროექტები. მე შევძლებ უსულო მანქანების ქალაქი ადამიანებს დაუბრუნო. მეტი საფეხმავლო ზონა, ახალი პარკები და რეკრეაციული ზონები, მეტი სიმწვანე დედაქალაქს. მე შევძლებ თბილისი აღარ იყოფოდეს მეორეხარისხოვან და პრივილეგირებულ უბნებად. თანაბარი განვითარება მთელ ქალაქს ყველას საჭიროების მიხედვით. მე შევძლებ დედაქალაქის ახალშემოერთებული სოფლების და დასახლებების ცხოვრებლებმა თავის სრულუფლებიან თბილისელებად იგრძნონ. ინფრასტრუქტურული განვითარება უპირველესად ამ ტერიტორიებზე შევა. მე შევძლებ თბილისი გადავაქციო განათლებაზე განსაკუთრებულად მზრუნველ ქალაქად. დედაქალაქის ყველა სკოლა მიიღებს დანამატებს ქალაქის ბიუჯეტიდან და დედაქალაქის ბიუჯეტიდანვე დაფინანსდება სოციალურად დაუცველი თბილისელი სტუდენტების, მოსწავლეების და სკოლამდელი აღზრდისეულების ახსოვსებთა სწავლა. ასევე წარჩინებულ თბილისელ ახალგაზრდებს დაუფინანსდებათ საზღვარგარეთ სწავლა საუკეთესო უნივერსიტეტებში. მე შევძლებ ჩვენი ქალაქი არ იყოს უძლური მძევალი ყოველი სტიქიური მოვლენის წინაშე. სტიქია შეიძლება განმეორდეს, მაგრამ არ დაუშვებ იმგვარ უსუსურ და არაეფექტურ რეაგირებას, როგორც ეს 13 ივნის მოხდა და რასაც ათობით თბილისელი სიცოცხლე და საკუთრება შეეწირა. თბილისის მერობის კანდიდატად ზალიკო უდუმაშვილი ნაციონალურმა მოძრაობამ დაასახელა, თუმცა ის პარტიის წევრი არ არის. კანდიდატმა კონკრეტულად განმარტა, რატომ შეაჩერა არჩევანი მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე. ვიცი, როგორ მოვაგვარო ეს საკითხები და იმიტომ რომ ვიცი, რომელ პოლიტიკურ გუნდთან ერთად არის ამის გაკეთება შესაძლებელი. მე ვირჩევ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს. გუნდს, რომელმაც ქვეყანა დასავლურ ყაიდაზე გამართა და მსოფლიოს გააცნო. ამ გუნდმა შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის დედაქალაქშიც. ბევრის გაკეთებაც ვერ შეძლო და ბევრ გამოწვევასაც ვერ უპასუხა. მინდა ამ გუნდის პოზიტიური გამოცდილება სრულად გავიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. აღარ გავიმეოროთ ერთად. ვირჩევ ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას, იმიტომ რომ მოვდივარ გამარჯვებისთვის და არა უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად. ვირჩევ გამოცდილებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას და მწამს, რომ დედაქალაქში დავამარცხებ ხელისუფლების უსულგულობას, არაკომპეტენტურობასა და მომხოჭელობას. თბილისი ჩემი სახლია. აქ დავიბადე და არცაც სხვაგან ცხოვრებას არ ვაპირებ. აქ დავამთავრე სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. აქ არის ჩემი მშობლების საფლავი. აქ ცხოვრობენ ჩემი საყვარელი ადამიანები. აქ ყავს დიდი სამეგობრო. მე მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის ძვირფასია მისი წარსული და მინდა ვიზრუნო მის აწყვოსა და მომავალზე. და ამ საქმეში ჩემი უპირველესი და მთავარი მოკავშირეები მინდა გახდეთ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები. პირობას ვდებ, რომ თუ ოდესმე დადგება ვითარება, როდესაც მექნება გასაკეთებელი არჩევანი პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებსა და ჩემი ქალაქის ინტერესებს შორის. გაბედულად და უყოყმანოდ ვიქრები ჩემი ქალაქის მხარეს, თქვენს მხარეს. დიახ, მე მოვდივარ გუნდთან ერთად, როგორც ამ გუნდის წევრი, მაგრამ ჩემს დღის წესრიგს ადგენთ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ჩემი დიდი გუნდი. ზალიკო უდუმაშვილის მთავარი мотиваცია ხალხთან კომუნიკაცია იქნება. სწორედ მოქალაქეებთან ერთად გეგმავს თბილისში ოლიგარქიული მმართველობის დამარცხებას. კანდიდატი ამბობს, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან პოლიტიკური არჩევანი გააკეთა და თბილისის მერობის სურვილი გამოთქვა. თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში მას ჟურნალისტური წარსული და რუსთავიორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება დაეხმარება. დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ვაცხადეთ მზაობას დავამარცხოთ ივანიშვილის მმართველობა თბილისში. პირადად მე ამ წლების განმავლობაში მაქვს ამის გამოცდილება. მე ვიცი, როგორ დავამარცხო ერთი კაცის უსამართლო და კორუმპირებული მმართველობა და ეს გზა ჩვენს პრინციპულობაზე, თავდადებაზე, წესიერებაზე და შრომის მოყვარეობაზე გადის. გავერთიანდეთ ერთად, გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი, ჩვენი თბილისი. ბრძოლა გამარჯვებამდე.
ზალუდუმაშვილის როგორც უპარტიო კანდიდატის დასახელება ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის შესახებაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ისაუბრა. ეს არ იქნება ერთადერთი სიახლე, რითაც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტისთვის პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იბრძოლებს. ის ამ გადაწყვეტილების გამო პარლამენტში დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩვენ ნაციონალური მოძრაობა მზად ვართ საკუთარ თავზე ავიღოთ ეს ბრძოლა და თქვენი მხარდაჭერით დავამარცხოთ ივანიშვილის კრიმინალურ ოლიგარქიული კლანები დედაქალაქში. სწორედ ამიტომ, ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტი და ამ ქალაქის და ამ ქვეყნის გადასარჩენად და ქართული ოცნების დასამარცხებლად ვიბრძოლო თბილისის საკრებულოდან. და დღეს თქვენ წინაშე ვაცხადებ ჩემი და ჩემი მეგობრების, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების გადაწყვეტილებას, რომ კენჭი ვიყარო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პოსტზე და სწორედ აქედან შევუტიოთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს. ნაციონალური მოძრაობის სახელით ვთავაზობ დასავლური ღირებულებების ერთგულ ყველა ძალას. გავერთიანდეთ ამ ბრძოლაში და ერთად დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი თბილისში, ჩვენ საყვარელ დედაქალაქში. ჩვენ ნაციონალურმა მოძრაობამ მივიღეთ სიახლით აღსავსე გადაწყვეტილება და გთავაზობთ კანდიდატს, რომელიც არ არის ჩვენი პარტიის წევრი, მაგრამ არის ჩვენი თანამოაზრე და ჩვენი გუნდის წევრი. დამეთანხმებით ალბათ, რომ გადამწყვეტ ბრძოლას თანაც დედაქალაქში, თანაც თბილისში სათავეში უნდა ჩაუდგეს გამაერთიანებელი ლიდერი. მას უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი, ზრუნავდეს მასზე და მოუკიდებლად იღებდეს გადაწყვეტილებებს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ თბილისელების, თქვენს წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. წლების განმავლობაში მან არაერთხელ გაიმარჯვა როგორც ჟურნალისტმა, გაიმარჯვა როგორც პროფესიონალმა, გაიმარჯვა როგორც მოქალაქემ. და ბოლოს ის ჩვენი ვართ მოგეხსენებათ, ხალხთან ერთად იცავდა თავისუფალ სიტყვას და უთანასწორო ბრძოლაშიც გაიმარჯვა. ჩვენ მტრობით და შურიზიების გრძნობი და სურვილით არ შევდივართ ამ კამპანიაში. სხვისმა შურმა და ღვარლზმა დაგვანახა ჩვენი შეცდომები, სარკეში ჩაგვახედა და გვასწავლა ის, როგორ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა შევიდეთ, როგორც პარტია, როგორც თანამებრძოლები მომავალში. და ისიც კარგად გაგვითავისა, რომ დღეს კონფლიქტების რკალით გარშემოწყობილ საქართველოს ყველაზე უფრო თავისი მოქალაქეების, თავისი შვილების ერთადგომა და ერთად მუშაობა სჭირდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უახლოეს დღეებში საარჩევნო სიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსაც წარადგენს. ამის შემდეგ წინა საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი. მერობის კანდიდატად ზალიკო უდუმაშვილის წარდგენას დღეს მეტეხის ეკლესიის ეზოში ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მას უცხადებენ მხარდაჭერას, როგორც წინა საარჩევნო კამპანიის დროს, ისე არჩევნების დღესაც. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ გამარჯვების შემთხვევაში ზალიკო იქნება თბილისის ღირსეული მერი, რადგან მას ამისთვის ყველა საჭირო პირობა გააჩნია. წლების მანძილზე მე ამ ადამიანს უსმენდი ტელეეკრანიდან და მჯეროდა ყველა იმ ინფორმაციის, რომელსაც იგი მე მაწვდიდა. დღესაც რასაც მე მპირდება, მე ამისი მჯერა. ყველას უყვარს, იმიტომ რომ უყვართ ის თავისი ქცევით, თავისი განათლებით, თავისი თავდაჭერილობით, თავისი რაღაც ყველანაირი პიროვნული თვისებებით. ზალიკო ნამდვილად კარგი ბიჭია, ნამდვილად და ნამდვილად ღირსია ყველაფერი კარგის. ყველანაირ თანამდებობას მოერება ის. თბილისი ახლა ჭირდება სწორედ კონსტრუქციული და კეთილგანწყობილი ადამიანი, როგორც არის ზალიკო, რომელსაც აქვს მიზანი, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რომ იმ ვითარებაში, იმ კრიზისში, რომელიც ახლა ვართ, გადავლახოთ და მივიდეთ სამშვიდობოს. ძალიან დიდი შანსები აქვს. ძალიან უყვარს ხალხს ზალიკო, იყო წყინვალე წამყვანი რუსთავი 2-ში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე განუმეორებელი იქნება როგორც მერი. ზალი მოწოდებულია რომ ეს შეძლოს. ის ამ გზაზე დგას, ჩვენ ყველა ზალს ვამხნევებთ, ვერში უდგევართ. ზალი იმსახურებს, რომ ეს შეძლოს და თბილისი იმსახურებს, რომ ზალს შეაძლებინოს. თბილისს უნდა ყავდეს თბილისელი მერი, რომელსაც ძალიან უყვარს
ქალაქი ეს კიდე სხვა თემაა. აქვს ფანტასტიკური გემოვნება და არის უწესიერესი ადამიანი. მეტი არგუმენტი არ ვიცი. ის არის კეთილსინდისიერი ადამიანი პირველ რიგში, არის პროფესიონალი, პატიოსანი და მე ბოლო პერიოდში რაც რუსთავი ორში მუშაობ, მასთან მქონია შეხვედრა და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ აფრთხოვანებული ვარ მისი გაცნობით, მე არ ვიცი. კიდე თუ მეგულება ასეთი წესიერი და პატიოსანი ადამიანი. ძალიკვარი ადამიანი, რომელსაც აქვს აბსოლუტურად სუფთა ხელები, სუფთა წარსული, რომელიც იწყებს ამ ყველაფერს ასე ვთქვათ, თავის თეორიულ გამოცდილებიდან, ანუ მან საქმის კურსში არის ალიკო, ანუ ის თავის პროფესიიდან გამომდინარე მუშაობდა ისეთ ადგილას, რომ სად უჭირდა დედაქალაქს, სად უჭირდა ქვეყანას, ეს ყველაფერი იცის მან. და ახლა ადგილობრივ მოქმედებაში მოიყვანს ამ ყველაფერს. არის ღირსეული კანდიდატი, არის გაუსვლელი პიროვნება, დიდი სიმპათიით სარგებლობს ჩვენ საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ ნამდვილად აქვს შანსი გამარჯვებისათვის. პირადად მე ამიტომ ვარჩევ მას. 25 წლიანი ჟურნალისტური კარიერიდან ზალიკო უდუმაშვილი ინაცვლებს პოლიტიკაში. ის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ზალიკო უდუმაშვილი ხვალ ოფიციალურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში და როგორც თავად დაანონსა, ის ინტენსიურ შეხვედრებს გამართავს თანამოქალაქეებთან. დიდი მადლობა, ეს ეკო მაღრაძე იყო. 60 მილიონი ლარი ქართული ოცნების შემომწირველებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია მედიატორი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ მერიამ ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ კომპანიებთან 600-მდე ხელშეკრულება გააფორმა. ვინ და რატომ იღებდა ამ შეკვეთებს და სად მიდიოდა